სექსზე ფიქრი ზოგისათვის სიამოვნებასთან ასოცირდება, მაგრამ არსებობენ ქალები, რომელთათვისაც ამის წარმოქმნა შიშ და ტკივილს იწვევს. ეს მდგომარეობა ვაგინიზმის სახელწოდებით არის ცნობილი და ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის, რომ ის სრულიად განკურნებადია. ვაგინიზმი საშოს კუნთების უნებლიე შეკუმშვაა, რომელიც იწვევს ტკივილს, დისკომფორტს ან სქესობრივი ცხოვრების სრულ დაბლოკვას. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა, შიში ან გაუცნობიერებელი სტრესი. როგორ ხდება ვაგინიზმის დიაგნოსტიკა და მკურნალობა? პროცესი იწყება პაციენტთან საუბრით, მისი ისტორიის მოსმენით, ექიმი იკვლევს სიმპტომების დაწყებას და პარალელურად ატარებს გამოკვლევას, რათა გამოირიცხოს ინფექციური და ანატომიური ცვლილებები. თუ არ დასტურდება ფიზიკური ცვლილებები, ასეთ შემთხვევაში ყურადღება ექცევა ფსიქოლოგიურ და ემოციურ ფაქტორებს. გინეკოლოგიური მიზეზებიდან ვაგინიზმის მიზეზი შესაძლებელი იყოს სქელი რიგიდული საქალწულე აპკი და ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება აპკის ხელოვნური ქირურგიული გზით დარღვევა, ანუ დეფლორაცია. ფსიქოლოგიური თერაპია, ვარჯიშები კუნთების მოდუნებისათვის და სპეციალისტთან მუშაობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. დიაგნოზის დასმა და მკურნალობა მხოლოდ პროფესიონალის ჩართულობით არის შესაძლებელი. უმნიშვნელოვანესი არის კომფორტული და გახსნილი ურთიერთობა ექიმთან, რათა სწორად შეფასდეს მდგომარეობა. გახსოვდეთ, რომ სექსუალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა.